მივესალმები ჩემს თელაველებს ძალიან დიდი სიყვარულით ჩვენი რუბრიკა გრძელდება და დღეს ვართ ჩვენ ერთ ძალიან საყვარელ და საინტერესო ოჯახში. ეს არის ბატონი ალექსანდრე გვენცაძეს ქალიშვილის მანანა გვენცაძეს ოჯახი. დღეს ის ჩვენი მასპინძელია და ვისაუბრებთ ალბათ იმ გარდასულ წლებზე, რომლებიც ჩემი შვილების თაობისათვის უკვე წარსულია. მე კი მეტნაკლებად მახსოვს. მოგესალმებით. დიდი მადლობა. აბა როგორ ვაგრძელდით? ხო ძალიან მოულოდნელი იყო შენი მოსვლა. ხო, სიურპრიზი მოგიწყეთ. ძალიან. მე რამოდენიმე კითხვას დაგისვათ თქვენ და მე მინდა რომ წარსულიც გავიხსენოთ და ყოველთანაც გქონდეს მეტნაკლები ანალიზი და შედარება. ყოველთვის გეგმავდი რომ თქვენი სტუმარი ყოფილიყავით. ეხლა ჩემი სტუმრობა კი ის არ იქნებოდა უფერხული თქვენთვის, როგორც ჟურნალისტი მოვიდოდი თქვენთან და მინდოდა რომ რაღაც სტუმარი ყოფილიყავით თქვენ და თქვენ მასპინძელი და თქვენ ყოფილიყავით ჩემთვის არა მანანა დეიდა როგორც ჩვენ გიცნობთ და ქალბატონი მანანაც გიხსენიებთ, არამედ ყოფილიყავით ბატონი ალექსანდრეს ქალიშვილი და გვესაუბრა ბატონი ალექსანდრეს ღვაწლზე. მამა არ იყო თელაველი, მე ისე ვიცი. მამა არ იყო თელაველი, რაჭველი იყო, მაგრამ ამროლაურის რაიონიდან იყო, იქ იყო დაბადებული, სოფელია ბარეული, ერთი ძალიან ლამაზი სოფელი. იქ დაიბადა, საშუალო სკოლა თლად ბოლომდე იქ დაამთავრა, ეტყობა მაშინ არ იყო სრული საშუალო სკოლა. საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა. შემდეგ ჩააბარა უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, აკაკი შანიძემ მისმა ლექტორმა დატოვა მამა უნივერსიტეტში ლექსიკოლოგიის კაბინეტში სამუშაოდ. მაგრამ მე იმდენად უჭირდა ოჯახს. მამა ადრე დაეღუპა მამა ჩემს, დარჩა ბებია ჩემს კიდევ ორი ქალიშვილი, ძალიან უჭირდათ. და კახეთი კიდე ისეთი კუთხე იყო, მაინც რაჭასთან შედარებით, ბარაქიანი. ნუ არჩია მამამ რომ წამოსულიყო კახეთში. წამოიყვანა ორივე ქალი და პირველად დაიწყო მუშაობა გურჯაანის პედაგოგიურ ტექნიკუმში. მე რა? კი, პედაგოგიურ ტექნიკუმში. ერთი და იქ გათხოვდა. იქ დასაბრდა და ბოლომდე იქ ცხოვრობდა გურჯაანში. მე მამა გადაიყვანეს სიღნაღის პედაგოგიურ ტექნიკუმში. მეორე და გათხოვდა იქ. ისე რომ ერთი მამი და გურჯაანელი გახდა, მეორე მამი და სიღნაღელი. მე მამა უკვე გადმოიყვანეს თელავის, მაშინ იყო სამასწავლებლო ინსტიტუტი. პედაგოგიური ინსტიტუტიც არის. პედაგოგიურიც არის. აი სამასწავლებლო სასწავლებელი იყო. რომელი წელი იყო ეს თუ გახსოვთ? ეს იყო 27-38 წელი. ეხლა ზუსტად შეიძლება ვთქვა, მაგრამ ეს წლები იყო. მე მამა უკვე აი მოვლენების მონაწილე იყო, როცა ეს სასწავლებელი პედაგოგიურ ინსტიტუტად გადაკეთდა. ისე რომ მამა იყო ერთ-ერთი ფუძემდებელი ამ უნივერსიტეტის. ეს და დღიდან დაარსებისა სიცოცხლის ბოლომდე მამა სულ არ მუშაობდა. ანუ ეს ხდება მანამდე სანამდე ნიკო ქორთუა მოვა უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, ნიკო ქორთუა ჯერ სად იყო? ნიკო ქორთუა მე ხა არ მახსოვს ზუსტად რომელ წლებში, მაგრამ ინსტიტუტად გადაკეთდა ეს სასწავლებელი თუ არ ვცდები 39 წელს და ნიკო ქორთუა 50-იან წლებში ჩამოვიდა. ეს სამასწავლებლო ინსტიტუტიდან მოყოლებული ალექსანდრე გვენცაძის უნივერსიტეტში. ძალიან უცნაურია. მე მაგალითად როგორც თელაველმა და ამ უნივერსიტეტში დამთავრებულმა პირველად აღმოვაჩინე ეს და ამ დროს ყოველთვის რაღაც მეხსიერებაში ისე ზის რომ არა ნიკო ქორთუა უკვე ჩამოვიდა და მუშაობა დაიწყო უკვე დაარსებულ
ინსტიტუტში. ანუ ეს სამასწავლებლო ინსტიტუტი იქნებოდა თავის დროზე მეფე ერეკლეს იმ ტერიტორიაზე. რამოდენიმე სპეციალობა ექნებოდა. რამდენიმე სპეციალობა ჰქონდა. მე უკვე პედაგოგიური ინსტიტუტიც იქ იყო წლების განმავლობაში 70 წლიდან უკვე გადავედით აი რამდენი წელი იმუშავა მამამ უნივერსიტეტში? აი რა უნივერსიტეტში თუ 39 წლიდან დავთვლით, 39 წლიდან დავიწყებთ, მამა გარდაიცვალა 93 წლის მარტში. აი იქამდე მამა მუშაობდა. 93 წლის მარტში და სიცოცხლის ბოლომდე. მე მინდა მსმენელს უთხრა, რომ მე მოვესწარი იმ დროს და მე ვიყავ ერთ-ერთი თანამონაწილე, ალბათ სტუდენტებიდან მე ვიყავ ერთ-ერთი, როდესაც თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი გახდა უნივერსიტეტი. თუმცა მე თელავის პედაგოგიური ინსტიტუტში ჩავაბარე და მაშინ უნივერსიტეტის სტატუსი არ აქვს. თუ არა ვცდები, ეს იყო 98 წლის გაზაფხული შევარდნაძე ჩამოვიდა მაშინ და მოგვილოცა. ისე რომ უნივერსიტეტის სტატუსი რო შეიძინა ჩვენმა ინსტიტუტმა. მამა უკვე ცოცხალი აღარ იყო, კი. თუმცა მამა იყო იქ, როცა პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსი შეიძინა, როცა ახალ შენობაში გადავიდა და როცა სერიოზული საფუძველი და საძირკვე იყო. წლების განმავლობაში დეკანი იყო, წლების განმავლობაში კათედრის გამგე იყო. ის კი არა იყო წლები, როცა არ ვთქვა ქორთუა მევლინებაში იყო წასული. მამა კათედრის გამგეც იყო, მამა დეკანიც იყო, პრორექტორიც იყო, რექტორიც იყო და ყველაფერი იყო. მამას იმედები ვინ გაამართლა უნივერსიტეტში? თქვენ გაამართლეთ? მე ვერ გავამართლე. მე ვიცი ეს რამ სოციალურ ქსელში დავიკითხე, რომ თქვენი დისერტაცია დაგიწვიათ. მოდი ამაზე გავაგრძელებთ ლაპარაკს. არა, გავაგრძელებთ და დავკონკრეტდებით, მაგრამ აი ძალიან ზოგადად გკითხავთ ეს რაღაცას, რომ დღეს უნივერსიტეტში რაღაც ვიღაცა რო გეტყვის, რომ მე პროფესორი ვარ, უკაცრავად ვიღაცას პირობითად ხმარობ, მე ესა ვარ, მე ამ ხარისხის მატარებელი ვარ. რაღაც უხერხული განცდა იქნება იმის, რომ ალექსანდრე გვენცაძის ქალიშვილს დაელაპარაკებიან ამ ფორმით. ამ ფორმით ხო და უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა დამელაპარაკნენ. უნდა იცოდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი არ დგა ადამიანურ სიმაღლეზე და არ იციან ვის როგორ უნდა დაელაპარაკნენ. აი როგორ უყურებთ თქვენ? რაც ბატონმა ალექსანდრემ დატოვა თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში უნივერსიტეტი ამართლებს იმ ღირებულებებს თუ აღარც არსებობს ის ღირებულებები? გააჩნია გააჩნია ვინ მოევლინება ხოლმე უნივერსიტეტს ხელმძღვანელად. ხელმძღვანელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არის ხოლმე პერიოდი, რომ აი რაღაცა იმედის თვალით უყურებ უნივერსიტეტს, მის განვითარებას. არის ხოლმე პერიოდი, რომ აი ეს იმედი მთლიანად გიკვდება. იყვნენ ჩვენი ინსტიტუტის რექტორები, ნიკო ქორთუა იყო, შემდეგ როინჭიკაძე იყო, შემდეგ გია გოცირიძე იყო. იცით რა ვერ გეტყვით ახლა როგორ გითხრათ რომ როგორ არ ამართლებდნენ უძღვებოდნენ ამ ხელა დაწესებულებას, მაგრამ იცით რა ადამიანი მაინც აი ესეთი ხარ უფრო მეტ მოითხოვ უფრო მეტი გინდა აი გია გოცირიძე ახალგაზრდა მეცნიერი ახალგაზრდა რექტორი რაღაცნაირად იცით ისეთი მარიაულო უნივერსიტეტს ალბო მის მუშაობას აი ძალიან ბევრი რამ შეიძინა ახალგაზრდა ძალიან ბევრი შეიძინა ამ ახალგაზრდამ და გია გოცირიძე ვთვლი რომ აი ძალიან კარგი რექტორი იყო ძალიან კარგი რექტორი იყო ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში. ან ეხლა თქვენ როგორც გავიგე ბატონი ალექსანდრეს იმედები ყველაზე მეტად ბოლო წლებში გოცირიძემ გაამართლა, ნამდვილად გაამართლა. ეხლა იცით, წევანაც გითხარი, მაგრამ უნაკლო არავინ არ არის და აი
ვერავის ვერ იტყვი რომ აი ეს ისეთი ეს, მაგრამ გია იყო კარგი რექტორი და მე ვთვლი რომ ჩვენი უნივერსიტეტი გიას არ უნდა შელეოდა და თუ ეხლა რექტორი არ არის, გიას შესაძლებლობები უნივერსიტეტმა ძალიან უნდა გამოიყენოს. ალბათ იმედი მაქვს რომ გამოიყენებს უნივერსიტეტი და გვერდით კიდევ უდგა ძალიან ჭკვიანი მეუღლე. ძალიან ჭკვიანი მეუღლე, ძალიან გონიერი, მართა პროფესიონალი და ეს ორი ადამიანი ძალიან უნდა გამოიყენოს უნივერსიტეტმა. აი ამათი გონებრივი შესაძლებლობები. არსებობს ახლა შანსი იმის რომ ამ კრიზისიდან უნივერსიტეტი გამოვიდეს. მე ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ თქვა რომ უნივერსიტეტი არის კრიზისში. კი არის კრიზისში. ანუ პრიორიტეტი ამ შემთხვევაში არის ოპტიმიზაცია და ის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული კრიზისიდან არსებობს გამოსავალი. თუ გონივრული ნაბიჯები გადადგეს, თუ ობიექტურად განსაზღვრეს ყველაფერი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღეს, როგორ არ იქნება გამოსავალი? აუცილებლად იქნება გამოსავალი. ჩვენ გვქონდა ინტერვიუ ადმინისტრაციის ახალგაზრდათა პაატა კუციძესთან, სადაც მან თქვენი გვერდით ახსენა და მე დავაფიქსირე თქვენს მიმართ უდიდესი პატივისცემა და ეხლაც გიფიქსირებთ. და იქ იყო საუბარი სწორედ იმაზე, რომ ერთი არის რეორგანიზაციის საკითხი და მეორე არის ოპტიმიზაციის საკითხი. ანუ მისი საუბრიდან გამომდინარე მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მისთვის ოპტიმიზაცია უფრო მეტად პრიორიტეტულია ვიდრე რეორგანიზაცია. სხვა შორის მან პირობაც დადო, რომ 270-ზე მეტ სტუდენტს მიიღებს წელს უნივერსიტეტი მისი მუშაობის შედეგად და რა ვიცი მე იმედს ვიტოვებ რომ ამ პირობას გაამართლებს შეძლების დაგვარად პაატა. სტუდენტები უნდა მოიზიდონ ისა მაგა ჩემო კარგო და თუ კარგად იმუშავეს, თუ აი ეს შეცდომები არ გაიმეორეს წინა წლებში არსებული შეცდომა. რა თქმა უნდა მოიზიდავენ სტუდენტებს, აუცილებლად მოიზიდავენ. გასაგებია. მაგრამ მე რაღაც ძალიან დიდი იმედი მაქვს პაატას კიდე გვერდით უდგა, კიდე ვიმეორებ და არ ვერიდები ამ სიმღერებს. ძალიან გონიერი ძმა. პაატას დაკვალიანება უნდა ბევრ ამაში. პაატა პირველად არის ახლა მაგ ადგილზე, ხო სწორია? ხო და გიას თანადგომაც პაატა ძალიან წაადგება არის საკითხი გონებრივია. ოდით ხა ჩვენ მოვუბრუნდეთ მაინც გვენცაძეების ოჯახს. თქვენ ხართ ბატონი ალექსანდრის უმცროსი ქალიშვილი. უმცროსი არა. საშუა. შუა. 3 ქალიშვილი ყავდა. 4. ბატეთ ტყობაყერია მე. თქვენ ყავთ თინათინი, რომელიც თქვენთან ერთად უნივერსიტეტში მუშაობს ამ ეტაპზე. მაგას მუშაობა არ ქვია. მაგას აქვს საათები, მხოლოდ საათები. თინისთვის ჯერჯერობით ადგილი არ გამოჩნდა. სამწუხაროდ. მე მოვისმინე თქვენი შვილიშვილის ლექსი. რაღაც განსაკუთრებული ქართული პროფესორა და ამბობდა. და ისეთი განცდა გამოჩნდა, რომ გვენცაძებს რაღაც აღზრდის უცხო სტილი ხომ არა აქვთ ოჯახში. თინიკოსაც ახასიათებდა ბავშვობაში. რაღაც განსაკუთრებული გადასარევად ღეროდა მიმახსოვს თინას სიმღერები. ლუკა ამართლებს ბოლოს პაპას იმედებს. ლუკა კარგი ბიჭია ძალიან. ძალიან არის კარგი ბიჭი. ქავდამანა თქვენ ყავდეთ არაჩვეულებრივი თელაველი მეუღლე. დას გაიხსენებდით. რა გითხრა მაგა ძალიან ბევრ ამას გავიხსენებდი. შენი სუნდა მკითხო რას გაიხსენებდით სულს ხო? ვერაფერს კარგის გარდა. ეს იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, არაჩვეულებრივი მეუღლე, არაჩვეულებრივი მამა, არაჩვეულებრივი თანაქალაქელი და საერთოდ შესანიშნავი პიროვნება. თული ადამიანისთვის ალბათ ყველაზე საყვარელი სახლობელის რო დაკარგავს.
მაგრამ მე მაინც ვთქვი რომ რაღაც ბატონი თამაზი ყოველთვის ჩვენთან არის და ჩვენს გარშემო ტრიალებს. აი თინიკვა საინტერესო. პაპას ახავს ამ შემთხვევაში გვერდზე. 5 წლის არის 5 წლის. მე მახსოვს რომ თქვენ ერთხელ მომიყევით რომ თინიკო რო დაბრუნდა პირველ დღეს სკოლიდან ჩართა დააგდო მაგიდაზე თქვა გაკვეთილები უნდა ვისწავლო. დააგდო ჩართა და თქვა ეხლა გამანებით თავი გაკვეთილები უნდა ვისწავლო. ეს ხო 1 სექტემბერს პირველი დღე იყო. მე ისიც ვიცი ჩემმა ჩიტმა მომიტანა ამბავი რომ თქვენ დილით თინიკოს აღვიძებდით ეს კლასიკურ მუსიკაზე რომ ბავშვმა შვიდად გაიღვიძოს. საიდანიცი ეგ. მეც აყვავს ჩემი ინფორმატორები. და ეს ჰარმონიით გაზრდილმა თინა ბოლო ჯამში ძალიან კარგად დაიწყო სიმღერა. ჩვენიერი მუსიკალური ნიჭი აქვს. ლუკა გავს დედას. მაგ მხრივ ძალიან მინდა რომ გავდეს, მაგრამ ვატყობთ რომ ვერ არაგავს. სამწუხაროა. მაგრამ ძალიან მინდა რომ გიტარაზე ისწავლოს დაკვრა, სიმღერაც ძალიან მინდა და აუცილებლად უნდა მივიყვანო პედაგოგთან, იქნებ მაქვს რაღაც მონაცემი და რაღაც დამალულია ეს მეჭი. თქვენი ოჯახი ყოველთვის იყო რაღაც ისეთი თავშეყრის ადგილი, სადაც თელავის ნურავი მიწოს, მაგრამ ინტელექტუალები იკრიბებოდნენ, მოდიოდნენ, ხვდებოდნენ და თქვენ გამოირჩეოდით განსაკუთრებული ხელით, ანუ მადლიანი ხელი ქონდა თქვენი ჩაიდან ამცხვარი ცნობილი ფაქტი იყო და თქვენი საცივი და გოზინაყის ისტორია ყველას ახსოვს კიდე. ეს ტრადიცია ამ ცუდმა წლებმა შეაფერხა მე. აი რა არის იცი, მაგრამ აქ მართლა აი მოთახში სუსუფრა იყო გაშლილი. აი ეხლა გეტყვიათ რა ეს მამაჩემი რო დაიღუპა. იმის შემდეგ რაღაც აღარ მქონდა სურვილი. ისე მილამაზებდა იმ სუფრას. ისე მილამაზებდა რომ იმის სიკვდილის შემდეგ რაღაცნაირად ცოტა მომიშვი. აღარც მაინტერესებდა სტუმრის მოსვლა. ნუ რა თქმა უნდა ეხლა ეს რაღაცა გარკვეული პერიოდი, თორემ მე ისე ყველაფერი კალაპოჩი ჩადგა. იმ გაჭირვების წლებმაც რა თქმა უნდა ძალიან იმოქმედა. სახში საჭმელი არ ჰქონდა და რომელ სტუმარზე იყო ლაპარაკი, კომენტარია რა. მაგრამ აი ეს წლები ძალიან ლამაზად მახსენდება. აქ ძალიან აი მაგიდის გარშემო ვინ არ ამჭდა რა. თელაველები გინდა, მარტო ის რა გინდა რომ აი ანა კალანდაძე აი ამ მაგიდასთან რამდენჯერ მომყოლია სტუმრად. და ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანები აქ ამ ჩემს ოჯახში და იმ მამაჩემის დიდ ოჯახში კიდე. ძალიან საინტერესო ხალხი იყრიდა ჩვენს ოჯახში თავს. რა თქმა უნდა, იმ წლებმა, იმ გაჭირვების წლებმა იმოქმედა და ეხლა კიდე რა არის იცი, ასაკს კიდე თავისი მოაქვს იცი. წავიდა მოკლედ ის წლები რა. სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა. თუმცა მეხსიერებას მაინც დარჩა ის, რომ მეხსიერებას დარჩა. ეს იყო კერა ოჯახი, კი, ნამდვილად. აი ხა თელაველები ვინც ახლა აი მოისმენენ ამ გადაცემას, შეიძლება თქვა რომ მეც ხო ყოფილვარ მანანასთან, ძალიან თან თამაზიციას ძალიან კარგი სამეგობრო ყავდა, გინდა თელავში, გინდა თბილისში, ისინი ჩამოდიოდნენ თელაველების აქ იყრიდნენ ამის მეგობრები თავს და მოკლედ ძალიან სასიამოვნო წლები მახსოვს. ჩემს ოჯახში გატარებული და იმათაც ემახსოვრება. სამწუხაროდ ბევრი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ბევრი აღარ არის ცოცხალი. ხო, ალბათ თაობათაც პლანეტის. თანამედროვე თაობა მაინც ვერ უწყობს ალბათ იმ ძველ ტრადიციებს ფეხს თუ ფერხულში ვერ ჩდება. მე ამით დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა. და გაძლევთ პირობას, რომ კიდევ იქნები თქვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა.
ვითელი ფოთლები თან მიაქვს ქარს და აღრის ფიფქება შენ სახლის გას გეძახი